ჩვენ რო პერიოდულად მოვდუნდებით ხოლმე სულიერად, ჩვენ რო გვეზარება ხშირად, იოსებ ისიქასტი ამბობს, სიზარმაცე სიამაყეზე უარესი ცოდვაა. ხო, თითქოს აბსურდია სიამაყეა, ყველა ცოდვის უბედურება და საწყისის დემონური მდგომარეობა. მაგრამ პრაქტიკულ ქრისტიანობაში სიამაყემ შეიძლება მადლი დაგაკარგინოს, მადლით გაამაყდე და მადლი დაგაკარგინოს, ხოლო სიზარმაცე არის ის ცოდვა, რომელიც მადლის მოხვეჭის შესაძლებლობასაც კი არ გაძლევს, ესე ამბობს იოსებ ისიქასტი. და რატო შეიძლება ადამიანი იყოს ზარმაცი? ესე იგი, მას არა აქვს ეს დუღარებითი სწრაფვა სულიერ ცხოვრების გზაზე, ხო? რატო არა აქვს? იმიტომ რომ აი ეს ვერაცნობიერებს, რა დიდებულება გვეძლება. ამიტომ შენ რომ იცოდე თეოდორე და ეს სამარიტელს ეუნება, მე მეუნება, თითოეულ ჩვენგანს ეუნება, ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძალმოსილი უნდა იყოს ჩვენთვის. და რუშევატრიალოთ საკუთარ თავს დაუსვათ. იცი თეოდორე რა გელოდება. როგორ ცვლი, ჯერ როგორ ზარმაცობდა. მე როგორ ცვლი რაღაც ყოფითში, დანარჩენში ამ ყველაფერს, ხო? ეს ამასაც ხო გვასწავლის ჩვენ წმინდა წერილი. რა უნდა იყოს აქ ისეთი, რისთვისაც ღირდეს, რომ არადიული სიცოცხლე გაცვალო ამ მასში. არაფერი არ არსებობს მსგავსი.